ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი დაბადების წელი შემთხვევითი არ იყო, რომ ამ რიცხვის ბოლო ციფრიც კი ღრმა კვალს ატარებს თქვენი არსის, წარსული ცხოვრებიდან თქვენი არჩევანის და ამ ინკარნაციაში სწავლის გაკვეთილების შესახებ. უძველესი ბუდისტური სწავლებების თანახმად, თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი წარმოადგენს კარმული ენერგიის კონკრეტულ ტიპს. თქვენი სულიერი წარსულის პირდაპირ ანარეკლს და ამ რიცხვის გაგებას შეუძლია შეცვალოს თქვენი საკუთარი თავის და თქვენი ცხოვრების გზის აღქმა. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იაფფასიან ჰოროსკოპებზე ან ზოგად ნუმეროლოგიაზე. ეს ეხება უძველეს სიბრძნეს, რომელიც ბერებმა გადმოგცეს, რომლებიც ცხოვრებას სწავლის, სიკვდილისა და ხელახალი დაბადების უწყვეტ ციკლად მიიჩნევდნენ. კონკრეტულ წელს კონკრეტული რიცხვით დაბადება წარსული ცხოვრებიდან მიღებული ქმედებების პირდაპირი შედეგი იყო და ეს აისახებოდა თქვენს პიროვნებაზე. მიმდინარე გამოწვევები და ემოციური ტკივილიც კი, რომელსაც შეიძლება განიცდიდეთ. შეიძლება არ გახსოვთ თქვენი წარსული, მაგრამ მან დატოვა მინიშნებები და ერთ-ერთი ასეთი მინიშნება თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრშია. ამ ვიდეოში აღმოაჩენთ, თუ როგორ წარმოადგენს 0-დან 9-მდე თითოეული რიცხვი განსხვავებულ კარმულ კვალს. ზოგიერთი ადამიანი განკურნებისთვის დაიბადა, ზოგი კი ლიდერობისთვის. ზოგი ძველ ვალებს იხდის, ზოგი კი ციკლს თავიდან იწყებს მეტი სიმსუბუქით. იმ რიცხვის იდენტიფიცირებით, რომელიც დაბადებიდან თან გდევთ, თქვენ დაუკავშირდებით რაღაც უფრო დიდს, რაღაცას, რასაც შესაძლოა ყოველთვის გრძნობდით, მაგრამ არასდროს იცოდით, როგორ აეხსნათ. ეს რიცხვი ავლენს თქვენი სულის ფარულ თვისებებს და იმას, რისის სწავლებაც თქვენს წარსულ ცხოვრებას სურს. მაგრამ სანამ ჩაუღრმავდებით, მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს დაეხმარება ამ კონტენტს მიაღწიოს მეტ ადამიანს, ვინც ასევე ეძებს თვითშემეცნებას. დატოვეთ კომენტარი ქვემოთ, რომ მითხრათ, საიდან უყურებთ. მიყვარს იმის დანახვა, თუ რამდენად შორს აღწევს ეს ენერგია. ახლა ღრმად ჩაისუნთქეთ, დაუკავშირდით, რადგან ის, რასაც ახლა აღმოაჩენთ, შეიძლება შეცვალოს თქვენი ხედვა იმის შესახებ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. სანამ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრის სულიერ მნიშვნელობას გაჩვენებთ, არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც უნდა გესმოდეთ. ბუდიზმში, განსაკუთრებით ტიბეტთან, ინდოეთთან და ტაილანდთან დაკავშირებულ ძველ ტრადიციებში, ცხოვრება არ იწყება დაბადებით და არც მთავრდება სიკვდილით. ეს არის ნაკადი, უწყვეტი მოგზაურობა, სადაც სული გადის სწავლის ციკლებს და თითოეული ხელახალი დაბადება ატარებს იმის კვალს, რაც ადრე იყო. არაფერია შემთხვევითი, არც ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ, არც თქვენი სხეული, არც თქვენი დაბადების წელი. ყველაზე ბრძენი ბერები ყოველთვის აკვირდებოდნენ ნიმუშებს. მათ იცოდნენ, რომ გარკვეული ადამიანები ძალიან სპეციფიკურ ენერგიებს ატარებდნენ. ზოგი დაიბადა დუმილის სიმარტივით, ზოგი მოუსვენარი გონებით, ზოგი ბუნებრივი ნიჭით, ზოგი კი განმეორებადი ტკივილით, ტრავმებით ან შიშებით, რომელთა ახსნა ამ ცხოვრებაში შეუძლებელი იყო. და ბევრ შემთხვევაში პატარა დეტალი, როგორიცაა თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი, საწყის წერტილად მსახურობდა იმის გასაგებად, თუ რა გზა გაიარა სულმა უკვე და რას ცდილობდა ახლა განკურნება. სწორედ ამიტომ ეს ვიდეო არ არის მხოლოდ გასართობი, ეს არის ხელახლა დაკავშირების ინსტრუმენტი. თქვენი რიცხვის გაგებით, თქვენ არ ისმენთ მხოლოდ სახალისო ფაქტს. თქვენ იხსენებთ წარსულ ცხოვრებას, ძველ კარმას, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ აქტიური იყოს და სულიერ საჩუქრებს, რომლებიც შეიძლება მიძინებული იყოს თქვენში. ეს რიცხვი არის სიმბოლო, კოდი, მინიშნება თქვენი სულის მოგზაურობის შესახებ. ასე რომ, ამიერიდან ყურადღება მიაქციეთ. მოусმინეთ ღია გულით, რადგან როდესაც ციფრებზე საუბარს ვიწყებთ, შეიძლება რაღაც თქვენში გაიღვიძოს. თითქოს თქვენი სულის უძველესი ნაწილი ამოიცნობს რაღაცას, რაც უკვე იცოდა, მაგრამ დაავიწყდა. დავიწყოთ პირველი რიცხვით. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 0-ია, იცოდეთ, რომ ეს არ არის სულიერი გზის ნებისმიერი დეტალი, განსაკუთრებით უძველეს ბუდისტურ სკოლებში. 0 რიცხვი ერთდროულად წარმოადგენს როგორც დასაწყის, ასევე დასასრულს, ის სიმბოლურად გამოხატავს ნაყოფიერ სიცარიელეს. სივრცე, სადაც ყველაფერი იბადება და ყველაფერი ბრუნდება ტიბეტელი ბერებისთვის. 0 არის სულის ციკლის დასაწყისში დაბრუნების ნიშანი. ეს არის ნიშანი იმ ადამიანებისა, ვინც იწყებს ახალ სულიერ მოგზაურობას ერთი ან მეტი ინტენსიური ცხოვრების შემდეგ, რომელიც აღინიშნება სიჭარბით, ტანჯვით, რღვევებით და ხშირად საკუთარი მიზნის მიტოვებით. 0-ის სიმბოლოს ქვეშ დაბადება ნიშნავს, რომ თქვენ ხართ სული ენერგეტიკული გადატვირთვის პროცესში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წარსულ ცხოვრებაში შეიძლება ღრმა დანაშაულის გრძნობა გქონდათ ემოციური უკიდურესობების მეშვეობით, ან გათიშულიყავით თქვენი სულიერი ბირთვისგან.
ეს ახალი ინკარნაცია მოდის, როგორც ცხოვრებისგან მშვიდი მოწვევა, გაწმინდეთ, გადატვირთეთ, აღადგინეთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაიტანე წარსულში. მთავარია, რომ ახლა ნულოვან წერტილში ხარ. წერტილში, სადაც წარსულის ტვირთი აღარ არის, მხოლოდ სივრცეა რაღაც ახლის შესაქმნელად. ნულის მქონე ადამიანებს ხშირად ისეთი ცხოვრება აქვთ, რომელიც, როგორც ჩანს, ნელა აეწყობა. ისინი გადიან ინტროსპექციის, ეჭვისა და შინაგანი აღდგენის ხანგრძლივ ფაზებს. ისინი ხშირად აწყდებიან იძულებით პაუზებს ავადმყოფობის, დანაკარგის, უეცარი ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი იღბალი. ეს არის სამყარო, რომელიც ასუფთავებს ძველ ხმაურს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ შეგნებულად აშენება. ეტაპობრივად, ეს სულები ღრმად მგრძნობიარეები არიან, შინაგანად მშვიდი, მაგრამ ატარებენ სიბრძნეს, რომლის სწავლებაც არავის შეუძლია, რადგან ის დროის სიღრმიდან მოდის. ბუდისტი ბერები თვლიან, რომ ისინი, ვინც ამ ენერგიით იბადებიან, აქ არიან ბალანსის აღსადგენად და პირადი ჭეშმარიტების დასაბრუნებლად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან გამარტივების, ოჯახური ნიმუშების განკურნებისა და ძველი კარმული ციკლების დასარღვევად. ნული არ შეიცავს გამეორების ენერგიას. ის შეიცავს იშვიათ შანსს, ყველაფერი ნულიდან გადაწერონ. სწორედ ამიტომ ეს ადამიანები ცხოვრების გარკვეულ მომენტში გრძნობენ ძლიერ მოწოდებას, მიატოვონ ნიმუშები, დაარღვიონ ძველი ისტორიები და შექმნან ის, რაც ჯერ არ არსებობს. იქნება ეს ცხოვრების ახალი წესი, ახალი პროექტი თუ საკუთარი თავის ახალი ვერსია. ამ ენერგიის უკან დგას სული, რომელიც ძალიან ბევრია ნანახი. წარსულ ცხოვრებაში მან ყველაფერი განიცადა, რაც საჭირო იყო და ახლა სიკვდილს ეძებს. ამ ადამიანებისთვის ჩვეულებრივია, რომ ზედაპირულობას, ემოციურ თამაშებს ან ქაოტურ გარემოს ნაკლებად იტანენ. ისინი გრძნობენ სიმშვიდის, წესრიგისა და სიჩუმის საჭიროებას და იმის გაგების გარეშეც კი. თუ რატომ იზოლირდებიან ხშირად ან რატომ გრძნობენ თავს სხვებისგან განსხვავებულად. ეს სისუსტე არ არის. ეს იმის ნიშანია, რომ სული გარდამავალ პერიოდშია. კარმის ავტომატური ბორბლიდან შორდება და შეგნებულად ირჩევს ახალ გზას. ნულოვანი რიცხვის მქონე ადამიანებისთვის გამოწვევაა, არ დაიკარგონ სიცარიელეში. რადგან ეს ენერგია წარმოადგენს აბსოლუტურ დასაწყისს, ბევრი გრძნობს, რომ არაფრიდან იწყებს საფუძვლების სიცხადისა და მიმართულების გარეშე. ნორმალურია, რომ ზოგჯერ თავს დაკარგულად გრძნობდე. მაგრამ სწორედ ამ სიცარიელეში დევს ძალა, რადგან ნული არის ნაყოფიერი ველი, სადაც ნებისმიერი რეალობის შექმნა შეიძლება. სული, რომელიც ამ გადატვირთვას კურთხევად და არა სასჯელად იღებს, სულიერ თავისუფლებას აღწევს. ცოტამ თუ იცის, რომ თუ ნულოვანი რიცხვი გაქვთ, თქვენი ცხოვრება წარსულის გამეორება არ იქნება. ეს მომავლის შეგნებული შექმნა იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც შეწყვეტ სხვების ყალიბებში მორგებას და დაიწყებ შენი შინაგანი ხმის მოსმენას. შენ არ მოხვედი გამეორებისთვის. შენ მოხვედი ძველი ხმაურის ხელახლა განსაზღვრისთვის, ძველი ხმაურის ჩასახშობად ოჯახური ენერგიის რეორგანიზაციისთვის, რათა ახალი გზა გაჩვენო. და ყველაზე ლამაზი ის არის, რომ ამის გაცნობიერების გარეშეც კი, შენ უკვე აკეთებ ამას ყველა არჩევანით, რომელიც არ მეორდება. ხოველი ციკლით, შენ ირჩევ, რომ არ გააგრძელო. გახსოვდეთ, ნული არის ადგილი, სადაც ყველაფერი იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ბუდა ჩუმად იჯდა და იღვიძებდა. ეს არის ადგილი, სადაც სამყაროს ხმა ჯერ არ გამოსულა და ამის გამო, ეს არის სუფთა პოტენციალი. თუ ეს შენი რიცხვია, შენი სული ახალ შანსს გაძლევს. გამოიყენე ის შეგნებულად. იცხოვრე სიმართლით და გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ цаრიელი. შენ ხარ სივრცე, სადაც ყველაფერს შეუძლია აყვავება. თუ შენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 1-ია, შენ აქ შემთხვევით არ ხარ. ძველი ბუდისტური სულიერი ტრადიციების თანახმად, ეს რიცხვი წარმოადგენს სულს, რომელიც ბრუნდება მიზნის მკაფიო გრძნობით. ეს ნიშნავს, რომ ერთ ან რამდენიმე წარსულ ცხოვრებაში თქვენ გაიარეთ ინტენსიური სასწავლო მოგზაურობები და ახლა ატარებთ ენერგიას, რომელიც მამოძრავებს, ხელმძღვანელობს და აყალიბებს ერთიანობის ნიშანს. ერთი მიუთითებს, რომ თქვენ დედამიწაზე დაბრუნდით აქტიური მისიით, არა მხოლოდ ცხოვრებისთვის, არამედ გზების წარმართვისთვის, იდეების დასაწყებად და ტრანსფორმაციების შთაგონებისთვის. თქვენი ყოფნა მოწოდებაა და სადაც არ უნდა იყოთ, რაღაც ახალი უნდა მოხდეს. ეზოთერულ ბუდიზმში ერთი წარმოადგენს პირველ გამოვლინებას სიცარიელის შემდეგ. წერტილს, სადაც ცნობიერება ტოვებს სიჩუმის მდგომარეობას და ირჩევს საკუთარი თავის გამოხატვას მატერიალურ სამყაროში. ეს ენერგია არ არის ნაზი. ის პირდაპირი, ძლიერი და მომთხოვნია.
ამ სულიერი სიხშირის მქონე ადამიანები ხშირად ადრეული ასაკიდანვე გრძნობენ, რომ არის კიდევ რაღაც გასაკეთებელი, მაშინაც კი, როდესაც ზუსტად არ იციან რა. ისინი მოუსვენრები არიან, ამოძრავებთ შინაგანი ცეცხლი, რომელიც არ ქრება. მაშინაც კი, თუ ისინი ცდილობენ ადრე თუ გვიან მოერგონ, ისინი ხვდებიან, რომ დაიბადნენ წინ სიარულისთვის და არა უკან. ეს ლიდერობა არ ეხება ტიტულებს, ავტორიტეტს ან თანამდებობებს. ეს სულიერი ლიდერობაა. ეს უხილავია, რაც თქვენს პოზიციაში, თქვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვეული წესრიგის დარღვევის უნარში აისახება. თქვენ ამ ქვეყნად იმისთვის მოხვედით, რასაც სხვა არავინ აკეთებდა. ეს შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრების ახალი წესის შექმნას, ოჯახის შექმნას, რომელიც განსხვავდება თქვენი ოჯახისგან, სამუშაოსადმი უნიკალური მიდგომის დანერგვას ან თუნდაც შინაგანი განკურნების მოძრაობის დაწყებას, რომლის წინაშეც თქვენს გარშემო მყოფებს არ ყოფნით გამბედაობა. პირველი ნომერი ტრანსფორმაციული მოქმედების ნაპერწყალს ატარებს, მაგრამ ამ მისიას გამოწვევების სიმძიმეც ახლავს თან. რადგან ხშირად სამყარო მზად არ არის მათთვის, ვინც პირველი მიდის. სწორედ ამიტომ გრძნობენ ადამიანები პირველი ნომრის მქონე ადამიანებს ამდენ წინააღმდეგობას ხვების, ცხოვრებისა და საკუთარი თავისგანაც კი. შეიძლება კრიტიკის, უარყოფის, იზოლაციის ან საკუთარი ღირებულების მუდმივი ეჭვის წინაშე აღმოჩნდეთ. ეს ყველაფერი იმ ადამიანების გზის ნაწილია, ვინც პიონერობისთვის მოვიდა და არა გამეორებისთვის. სამყარო ეწინააღმდეგება სიახლეს მანამ, სანამ ის თავის ძალას არ დაამტკიცებს და თქვენ უნდა ენდოთ თქვენსას, მაშინაც კი, როცა ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ ჩანს. უძველესი შტოების ბერების თქმით, ამ ტიპის სულს მიდრეკილება აქვს განიცადოს რღვევის მომენტები, როდესაც ყველაფერი, რაც აშენდა, მოულოდნელად ინგრევა. ურთიერთობები, პროექტები, ოჯახური სტრუქტურები, ყველაფერი შეიძლება არასტაბილურად იგრძნობოდეს. მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება. სამყარო მუდმივად გიცვლით პოზიციას, გიყვანთ იმ ადგილებიდან, სადაც თქვენი სული იკარგება, რადგან პირველი ნომერი არ მოსულა სტაგნაციისთვის. როდესაც ამას ეთანხმებით, გესმით, რომ დასასრული მხოლოდ შენიღბული დასაწყისია და თქვენი ძალა არა იმაშია, რომ დარჩეთ იქ, სადაც სიცოცხლე არ არის, არამედ თავიდან დაიწყოთ ცნობიერებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის, ვისაც ერთი ენერგია აქვს, ეგოს შესახებ სწავლაა. ამ ენერგიის მქონე ადამიანებს შეიძლება ცდუნება ჰქონდეთ, რომ ყველაფერი აკონტროლონ, რათა მუდმივად დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე ან მარტო მატარონ სამყაროს ტვირთი. მაგრამ ნამდვილი სულიერი მოძღვარი ნომერ პირველი არის ის, ვინც სწავლობს თავმდაბლობით ხელმძღვანელობას. ვინც უსმენს, იღებს და სხვებსაც აძლევს საშუალებას გაიზარდონ. დაბალანსებულ ადამიანს არ სჭირდება ყვირილი, რომ გაიგონ. მათი ძალა მოდის მაგალითიდან, სიმართლის ყოფნის გამბედაობიდან და წინსვლის გამბედაობიდან, მაშინაც კი, როდესაც არავინ მიჰყვება. ალბათ შენიშნეთ, რომ დიდხანს ვერ დარჩებით ისეთ ადგილებში, სადაც მოძრაობა არ ხდება ურთიერთობებში, რომლებიც არ ვითარდება. ან რუტინაში, რომელიც კლავს თქვენს შემოქმედებითობას. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენს სულს სჭირდება მშენებლობის გამოწვევა და მიმართულება. როდესაც ამას უარყოფთ საკუთარ თავს, თქვენი ენერგია იტანჯება და შეიძლება წარმოიშვას ისეთი სიმპტომები, როგორიცაა აუხსნელი დაღლილობა, გაღიზიანება, დახრჩობის გრძნობა ან თუნდაც ფსიქოსომატური დაავადებები. თქვენს სულს გაფართოება სურს. და თუ მას ეს გარეგნულად არ შეუძლია, ის შინაგანად შეეცდება ამის გაკეთებას, რაც ხშირად თვითსაბოტაჟს, შფოთვას ან ემოციურ კრახს იწვევს. მაგრამ აი, სიმართლე, რომლის დავიწყებაც არ შეგიძლიათ. თქვენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად იყავით არჩეული. ცხოვრებამ ყველაზე რთული ამოცანა დაგაკისრათ, დასაწყებად და მხოლოდ ეს აჩვენებს თქვენი სულის სიდიადეს. არ გჭირდებათ მთელი გზის ცოდნა. თქვენ უბრალოდ უნდა დაიწყოთ. დაწყებით თქვენ სხვებს გზას უნათებთ. პირველი ნომერი სიბნელეში ჩირაღდანია, საშინელ სამყაროში გამბედაობის სუნთქვა და მაშინაც კი, თუ ჯერ ვერ ხედავთ, თქვენი არსებობა უკვე ამზადებს გზებს უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ ავთენტურად ცხოვრება აირჩიეთ. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 2-ია, თქვენში არის რაღაც, რისი დარქმევაც ალბათ არავის უსწავლებია. 7 მგრძნობელობა, მკვეთრი ინტუიცია, გული, რომელიც თითქოს შთანთქავს მის გარშემო არსებულ სამყაროს და ეს არ არის გაზვიადება. ბუდისტური სიბრძნე განმარტავს, რომ ამ ენერგიის მქონე სულები სიცოცხლეს უბრუნდებიან გატეხილის ხელახლა დაკავშირების მისიით. თქვენ მოხვედით სამყაროში გაერთიანებისთვის, დარბილებისთვის, დაბალანსებისთვის და გასაგებად, მაგრამ სანამ ამას გარეგნულად გააკეთებთ, უნდა ისწავლოთ შინაგანად გაკეთება და სწორედ აქტევს თქვენი პირველი გამოწვევა. ძალიან ბევრს გრძნობთ, მაგრამ ისწავლეთ მათი დამალვა. პატარა ასაკიდანვე ამჩნევდით ისეთ რაღაცეებს, რასაც ხმამაღლა არავინ ამბობდა.
ოთახის ატმოსფეროს შეგრძნება შეგეძლოთ მხოლოდ შესვლისას. გრძნობდით, როდის იყო ვინმე მოწყენილი, მაშინაც კი თუ იღიმოდა ტიროდით სისულელეებზე, რომლებსაც სხვები გაზვიადებულად თვლიდნენ. შესაძლოა, ბევრისგან გსმენიათ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ, თორემ ეს უბრალოდ დრამაა. მაგრამ რაც არავინ იცოდა არის ის, რომ თქვენი მგრძნობელობა სისუსტე არ არის, ეს თქვენი ნიჭია. სამყარო ყვირის და თქვენ გესმით ქვეტექსტი. სამყარო იკეტება და თქვენ ღია რჩებით. ეს თქვენი ბუნებაა და ეს იშვიათია. ორის ვიბრაციის მქონე სულები ერთგვარ ემოციურ რადარს ატარებენ. ისინი ხედავენ, სად გტკივა, მაშინაც კი, თუ ამას არავინ აჩვენებს. და ამის გამო, ისინი ხშირად ხდებიან თავიანთი ოჯახის ჯგუფის ან საზოგადოების ემოციური მცველები. სწორედ მათ მიმართავენ ადამიანები გულის გადასარევად, გაგებისთვის და იმის განცდისთვის, რომ მარტო არ არიან. თუმცა სიმართლე ისაა, რომ ისინი, ვისაც ეს ორი ნომერი ხავს, ხშირად თავს ღრმად მარტოსულად გრძნობენ, რადგან თქვენ კი ზრუნავთ ყველა დანარჩენზე, ვინც თქვენზე ზრუნავს. ძველი ბუდისტი ბერები ამბობდნენ, რომ ისინი, ვინც მეორე ნომრით ბრუნდებიან, შერიგების კარმას ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ წარსულ ცხოვრებაში შესაძლოა გქონოდათ ურთიერთობები, რომლებიც მიტოვებით, ღალატით, განშორებით ან გათიშვით იყო აღსავსე. ამ ცხოვრებაში თქვენ მოხვედით კავშირების აღსადგენად. მათ შორის საკუთარ გულთან კავშირის აღსადგენად. სწორედ ამიტომ იზიდავთ ხშირად გატეხილ ადამიანებს, რთულ სიტუაციებს ან ემოციურ დრამებს. თქვენს სულს სურს ისწავლოს სიყვარული საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. თანაგრძნობის შეთავაზება საკუთარი ღირსების შეწირვის გარეშე. ალბათ გიგრძვნიათ, რომ უკანა პლანზე ხართ, რომ მეც გასცემთ, ვიდრე იღებთ, რომ ჩუმად ხართ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რომ აპატიეთ ის, რაც ჯერ კიდევ გტკივათ, უბრალოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რომელიც იმაზე ნაკლებს იღებდით, ვიდრე იმსახურებდით, რათა თავიდან აიცილოთ ერთი შეხედვით მოთხოვნა. ეს ყველაფერი თქვენი გზის ნაწილია, მაგრამ ასევე გაფრთხილებაც. მეორე ნომრით დაბადებულებმა უნდა ისწავლონ, რომ საზღვრების გარეშე თანაგრძნობა თვითმიტოვებად იქცევა. თქვენი მისია არ არის საკუთარი თავის წაშლა. ეს არის ხიდის შექმნა და ხიდები არ ინგრევა მათთვის სიამოვნებისთვის, ვინც მათ გადალახავს. თქვენ ასევე გაქვთ ძლიერი ნიჭი, უნარი, ჰარმონიზაცია მოახდინოთ, გარემო შეცვალოთ თქვენი თანდასწრებით. თქვენ ამსუბუქებთ დაძაბულობას, მოაქვთ შვება, გუთავაზობთ მოსმენას და თანაგრძნობას. ზოგჯერ სიტყვის გარეშეც კი, შენი ყოფნა კურნავს და მაშინაც კი, თუ სხვები ამას არ ამბობენ, ისინი ამას გრძნობენ. შენ გაქვს წყლის ნიჭი, შენ ეგუები, მიედინება, გადალახავ დაბრკოლებებს, მაგრამ ასევე შეგიძლია დაიხრჩო, თუ არ პატივს სცემ საკუთარ საზღვრებს. როდესაც სწავლობ ამ ნიჭის შეგნებულად გამოყენებას, შენ ხდები ერთ-ერთი ყველაზე მკურნალი არსება. მაგრამ მეორე ნომერს ასევე მოჰყვება გაფრთხილება. ნუ დაკარგავ თავს სხვების ასიამოვნების მცდელობაში. შენს სულს სჭირდება სიჩუმე, სილამაზე და თვითმზრუნველობა. შენ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე ისევე, როგორც სხვებზე. აქ მთავარია ბალანსი. როდესაც დაიწყებ უარის თქმას დანაშაულის გრძნობის გარეშე. როდესაც სწავლობ არ ატარო ტვირთი, რომელიც შენი არ არის. რაღაც შენში თანმიმდევრულდება და სწორედ მაშინ აყვავდება შენი ნამდვილი ძალა. რადგან ბალანსიც არ ცხოვრობს სხვებისთვის. ის ცხოვრობს ყველასთან კავშირში საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. თუ ეს შენი ნომერია, იცოდე, რომ ამ მისიაში მარტო არ ხარ. ათასობით სული იღვიძებს ახლა იმავე მოწოდების მიმართ, რათა განკურნოს ურთიერთობები, აღადგინოს თვითსიყვარული და დაუბრუნოს მსოფლიოს მოსმენა და სინაზე. თქვენ ერთ-ერთი ასეთი სულთაგანი ხართ და მაშინაც კი, თუ გზა მარტოსულად გეჩვენებათ, ზოგჯერ თქვენი თანაგრძნობის ხოველი გამოვლინება, მათ შორის საკუთარი თავის მიმართ, ზუსტად ისაა, რისთვისაც აქ მოხვედით. სიკეთით, სიღრმით და ნამდვილი სიყვარულით. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 3-ია, იცოდეთ, რომ თქვენ ატარებთ სინათლეს, რომელიც არ ქრება, მაგრამ შესაძლოა ყოველთვის არ გიგრძვნიათ ეს. ბევრ ადამიანს, ვისაც ეს ვიბრაცია აქვს, ცხოვრების გარკვეული ნაწილი ზედმეტად ბევრი სყოლის შეგრძნებით აქვს გატარებული. ისინი ზედმეტად ბევრს საუბრობენ. ზედმეტად ბევრს გრძნობენ. ზედმეტად ბევრს ოცნებობენ, ზედმეტად ბევრი იდეა აქვთ და საბოლოოდ ცდილობენ თავი შეიკავონ. თუმცა ბუდისტი ოსტატების აზრით, რიცხვი 3 არის სული, რომელიც ბრუნდება იმის გამოსახატავად, რაც გაჩუმდა, რათა ემოცია ხელოვნებად და ტკივილი შემოქმედებად გადაექცია. თქვენ მოხვედით ბრწყინვისთვის, მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ამისთვის საკუთარ ჩრდილთან ბრძოლა გიწევთ. 3 ემოციური გაფართოების ენერგიას წარმოადგენს.
ამ რიცხვის მქონე ადამიანებს ბუნებრივი სიმარტივე აქვთ სხვებთან შეხებისას თავიანთი სიტყვებით, მზერით, იუმორით, თანდასწრებით. მათ აქვთ მსუბუქი, ხშირად ბავშვური ბზინვარება, რომელიც იზიდავს და ათბობს. მაგრამ ამ ნათების უკან დგას სული, რომელიც სიბნელეს იცნობს და სწორედ ეს ხდის რიცხვს ამს ასეთ განსაკუთრებულს. ეს არის ადამიანი, რომელიც იღიმის ტკივილის მიუხედავად, არა იმიტომ, რომ უგულებელყოფს ტანჯვას. არამედ იმიტომ, რომ მათ გაიგეს, რომ ეს არ უნდა იყოს ამბის დასასრული. ბუდისტი ბერები ამბობენ, რომ ამ ვიბრაციის მქონე სულები წარსულ ცხოვრებაში ცხოვრობდნენ, რომლებიც ემოციური რეპრესიებით იყო აღბეჭდილი. ადგილებში, სადაც მათ არ შეეძლოთ საკუთარი თავის ყოფნა, სადაც მათი ხმა ჩახშობილი იყო, სადაც მათი იდეები დაუფასებელი იყო. ამ ცხოვრებაში მოწოდება ნათელია. იხავი, იგრძენი, ილაპარაკე, გააზიარე. აღარ გჭირდებათ ემოციების დამალვა ან იმ ყალიბებში მორგება, რომლებიც თქვენს დასამცირებლად არის შექმნილი. თქვენი სული დაბრუნდა შესაქმნელად და არ აქვს მნიშვნელობა როგორ. ხელოვნების, იუმორის, სიტყვების, ჟესტების ან ცხოვრებასთან შეხების თქვენი უნიკალური მანერის მეშვეობით. ალბათ არასწორად გაგიგიათ და გაზვიადებულად, ინტენსიურად ან ზედმეტად მგრძნობიარედ გიწოდებდნენ. და შესაძლოა ამის გამო ისწავლეთ სიტყვების გადაყლაპვა, გრძნობების დამალვა ან ოცნებების ჩახშობა. მაგრამ რიცხვი 3 ჩუმად იტანჯება. თქვენი განკურნება გამოხატვაშია. როდესაც წერ, მღერი, ცეკვავ, იზიარებ ან უბრალოდ ღია გულით საუბრობ, შენში რაღაც ხელახლა ყალიბდება, იწყებ იმის გახსენებას, თუ ვინ ხარ. იწყებ სახლში დაბრუნებას. ამ სულებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ წარსულში უარყოფას შეხვედროდნენ. იქნება ეს ბავშვობის ურთიერთობებში თუ სამსახურში. ეს იმიტომ ხდება, რომ სამის ნათება აშფოთებს მათ, ვინც ვერ იპოვა საკუთარი სინათლე, მაგრამ ეს არ არის დამალვის მიზეზი, პირიქით. შენ მოხვედი სამყაროში იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ერთდროულად იცხოვრო ჭეშმარიტებით, სიმსუბუქითა და სიღრმით. შენი გზა შენი ძალაა. შენი ავთენტურობა შენი მისიაა. როდესაც ჩუმად ხარ, სამყარო კარგავს იმ განკურნების ნაწილს, რომლის შესათავაზებლადაც მოხვედი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, 3, არის შინაგან ბავშვთან კავშირის ენერგია. არა მოუმწიფებელი გაგებით, არამედ არსებობის ყველაზე სუფთა, ყველაზე სპონტანური და შემოქმედებითი გაგებით. თქვენ ადვილად ხედავთ სილამაზეს იქ, სადაც სხვა ვერავინ ხედავს. შეგიძლიათ საკუთარ თავზე იცინოთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი მომენტები მარადიულ მოგონებებად აქციოთ. ეს წმინდაა. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ცდილობს გაგამაგროთ კრიტიკით, ტრავმით ან დანაკარგით და სწორედ აქტევს თქვენი გამოწვევა. შეინარჩუნოთ გული ღია, მაშინაც კი, როდესაც თქვენს გარშემო ყველაფერი გთხოვს მის დახურვას. თქვენ გაქვთ განკურნების არხი თქვენში, რომელიც გამოხატვის საშუალებით მუშაობს. ლაპარაკის, შექმნის თუ შთაგონების მიუხედავად. თქვენ ეხებით ადამიანებს ისე, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. როდესაც თქვენ სიმართლეს უზიარებთ, სხვები ხედავენ საკუთარ თავს თქვენში და სწორედ აქ ხდება მაგია. როდესაც თქვენი დაუცველობა ხიდად იქცევა და თქვენი ძველი ტკივილი განთავისუფლების წყაროდ იქცევა თქვენთვის და მათთვის, ვინც გისმენთ. თუ ნომერი 3 თქვენი ვიბრაციაა, არასოდეს დაადუმოთ საკუთარი თავი, არასოდეს დააკნინოთ თქვენი შუქი ხვის სიბნელეში მოსარგებად. თქვენ არ მოხვედით მოსარგებად, თქვენ მოხვედით გაფართოებისთვის. სიტყვების განკურნებად გადაქცევა, ხელოვნების ჭეშმარიტებად, ემოციებად, ხიდებად და მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ ეჭვიგეპარებათ თქვენს ძალაში, სიმართლე ნათელია. სამყაროს ზუსტად თქვენი გრძნობისა და გამოხატვის გზა სჭირდება. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 4-ია, დიდი შანსია, რომ თქვენ იყოთ ის ადამიანი, რომელსაც ყველა მიმართავს, როდესაც ყველაფერი ინგრევა და ეს შემთხვევითი არ არის. უძველესი ბუდისტური სწავლებები ამბობს, რომ ფორ არის სტრუქტურის ენერგია, სული, რომელიც ბრუნდება სიცოცხლეში მხარდასაჭერად ორგანიზებისთვის, დასაცავად და აღსადგენად. ეს არის უხილავი სვეტების ვიბრაცია, რომლებიც ფოტოებზე არ ჩანს, მაგრამ რომელთა გარეშე არაფერი დგას. შესაძლოა არასდროს გიგრძვნიათ თავი. სხვების მსგავსად განსაკუთრებული, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ღირებულება სწორედ ძალაშია. არავინ ხედავს სულებს. ამ სულიერი ნიშნით ხშირად ცხოვრობდნენ წარსულ ცხოვრებაში, რომლებიც არასტაბილურობით, ქაოსით ან მიტოვებით იყო აღბეჭდილი. მათ განიცადეს, როგორია ცხოვრება საძირკვლის მიმართულების ან საფუძვლის გარეშე. ამიტომ ამ ინკარნაციაში ისინი ბრუნდებიან თითქმის ინსტინქტური ლტოლვით, შექმნან წესრიგი, უსაფრთხოება და რუტინა. პატარა ასაკიდანვე ეს ადამიანები გრძნობენ, რომ წინსვლა სჭირდებათ, რომ წარუმატებლობა არ შეუძლიათ, რომ ყოველთვის მზად უნდა იყვნენ.
ძლიერები და მზადყოფნაში არიან და საბოლოოდ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ხშირად იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ყველას თვით ატარებენ საკუთარის გარდა. თქვენ ალბათ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც მუშაობს, სანამ ყველა დანარჩენი ისვენებს. ვინც თავს ინარჩუნებს, როცა ყველა დანარჩენი ინგრევა, ვინც არ იცის, როგორ ითხოვოს დახმარება, მაგრამ ყოველთვის ეხმარება და ეს ქმნის დახვეწილ ხაფანგს. თქვენ იმდენად ეჩვევით გადარჩენას, რომ ცხოვრება გავიწყდებათ. თქვენი სული იმდენად ერთგულია ყველაფრის მუშაობის მისიის მიმართ, რომ ხშირად გავიწყდებათ. თქვენც გჭირდებათ ზრუნვა. რიცხვი 4 ძლიერია, მაგრამ ის რკინისგან არ არის დამზადებული. და ამ ძალის უკან დგას გული, რომელიც სიმსუბუქის, დასვენებისა და აღიარებისკენ ისწრაფვის. ბუდისტი ვონკები ამბობდნენ, რომ 4 სულიერი დისციპლინის რიცხვია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დისციპლინა არ არის სიმტკიცე. ეს არის სიბრძნით თანმიმდევრულობა. ამ რიცხვის მქონე ადამიანები ძალიან თვითკრიტიკულები არიან. ნებისმიერ ფასად ეძებენ სრულყოფილებას, კონტროლს ან სტაბილურობას. მაგრამ ამ ცხოვრებაში 4-ის დიდი გაკვეთილი ის არის, რომ გავიგოთ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არ უნდა იყოს. სილამაზე არასრულყოფილებაშია. არ არის საჭირო ყველაფრის მუდმივად გამოსწორება, განსაკუთრებით იმის, რაც შენი არ არის. შენი მისია აშენება, დიახ, მაგრამ ასევე ნდობის სწავლა. შესაძლოა გრძნობ, რომ საკუთარი თავისთვის დრო არ გაქვს, რომ ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი, გამოსასწორებელი ან მისახედი და ეს შეიძლება იყოს სულის შედეგი, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ მაშინ შეიყვარებენ, თუ სასარგებლოა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შენ იმსახურებ სიყვარულს. მაშინაც კი, როცა არაფერს წყვეთ, შენ იმსახურებ დასვენებას, პაუზას და სიმსუბუქეს. როდესაც ამის უფლებას მისცემ საკუთარ თავს, 4 აღარ არის მხოლოდ სტრუქტურა სხვებისთვის და ხდება საკუთარი თავის საფუძველი. სწორედ მაშინ ყვავის შენი ძალა ბალანსით, უხეშობის, დაღლილობის, მუდმივი ზეწოლის გარეშე. შენში არის მშვიდი სილამაზე, სიბრძნე, რომელიც არ მოდის წიგნებიდან, არამედ ყოველდღიური პრაქტიკიდან, როცა დაღლილი ხარ აწმყოში ყოფნისგან. შენ ისეთი სული ხარ, რომელიც ქაოსს რუტინულ შიშად, გეგმებად აქცევს. სასოწარკვეთილებას კი გადაწყვეტილებებად და შესაძლოა ამას ხშირად არავინ გეუბნება. მაგრამ შენს გარშემო არსებული სამყარო მხოლოდ იმიტომ რჩება მთლიანობაში, რომ შენ იქ ხარ. თუნდაც უხილავი იყოს, თუნდაც ჩუმად, თუნდაც თავს მარტოსულად გრძნობდე, შენ ხარ საფუძველი, შენ ხარ მიწა, შენ ხარ უსაფრთხო ნავსაყუდელი. 4-ის გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ზედმეტად არ გაამხნევოთ, არ ჩაკეტოთ საკუთარი თავი დახმარების თხოვნის გარეშე სამყაროს ტარების ჩვევაში. უნდა გახსოვდეთ, რომ სტრუქტურა ციხე არ არის. ეს მხარდაჭერაა და თქვენ გაქვთ სიმსუბუქის უფლება, ხელოვნება, სიამოვნება და სიჩუმეც. თქვენი სული უძველესია, დიახ, მაგრამ ის აქ არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ იმუშაოს ან დაიცვას სხვები. ის აქ არის იმისთვის, რომ იცხოვროს თანდასწრებით და თქვენი თანდასწრებით, მაშინაც კი, როდესაც სიჩუმე განკურნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმაა. თუ ეს თქვენი რიცხვია, იცოდეთ, რომ თქვენი მისია დიდია, მაგრამ ის არ უნდა იყოს მარტოსული. თუ საკუთარ თავს საშუალებას მისცემთ, რომ დაინახონ, რომ დახმარებას დანაშაულის გრძნობის გარეშე ითხოვენ, მიიღებთ იმას, რომ თქვენც შეიძლება იყოთ დაუცველი. თქვენ პოულობთ ახალ ძალას, რომელიც მოდის არა ძალისხმევიდან, არამედ ნდობიდან. თქვენ არ გჭირდებათ ყველაფრის მარტო ტარება. თქვენ უკვე საკმარისად დაამტკიცეთ. ახლა შესაძლოა დროა დაიწყოთ ისეთი ცხოვრების აშენება, რომელიც ორიდან დაგიჭერთ მხარს. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 5-ია, თქვენ ალბათ ეს თქვენი სხეულის ყველა უჯრედში იგრძენით. თქვენ არ ხართ შექმნილნი იმისთვის, რომ იცხოვროთ ხაფანგში ადგილის, ურთიერთობის რუტინის ან თუნდაც იდეის მიუხედავად, თუ ის გზღუდავთ, შინაგანად გულისრევას გრძნობთ. ბუდისტი ოსტატები 5 რიცხვს აღიქვამდნენ, როგორც ჰაერის, სისწრაფის, ინსტინქტური, მოძრაობასა და გაფართოებასთან დაკავშირებული სულების სიმბოლოს, მაგრამ ამ თავისუფლებას არასტაბილურობის ფასი ახლავს თან. სული, რომელიც 5-ით ბრუნდება, ერთში მრავალი ცხოვრებით ცხოვრება სურს და ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი საჩუქარი, ასევე თქვენი ქაოსი. ამ სულიერი ვიბრაციის მქონე ადამიანები მკვლევარები არიან. მათ წყურვილი აქვთ, შეითხოვონ გამოცდილება, აღმოაჩინონ და არღვიონ წესები. ისინი არიან ისინი, ვინც ყოველთვის კითხულობენ, რა მოხდება, თუ ეს განსხვავებულია, რა მოხდება, თუ არ მინდა იგივე გზა, რაც ყველას პატარა ასაკიდან. 5 გამოწვევა, მოლოდინი, კითხვები, მათ გარშემო არსებული სამყარო გრძნობს, რომ იქ რაღაც უფრო დიდია. რაღაც, არავინ საუბრობს იმაზე, რაც უნდა იცხოვრო. და ამან შეიძლება სხვების თვალში მოუსვენარი,
არასტაბილური ან თუნდაც უპასუხისმგებლო გამოგაჩინოთ. მაგრამ გულის სიღრმეში ყველაფერი, რაც გსურთ, არის სიმართლე, გაფართოება და აზრი. სულები 5 ნომრით. წარსული ცხოვრებები, რომლებიც აღინიშნა ჩახშობით, შეზღუდვით ან გამეორებით. შესაძლოა, ისინი იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ, მიხოლოდნენ ნიმუშს ან ეცხოვრათ ისეთი ცხოვრებით, რომელიც არ აურჩევიათ. ამ ცხოვრებაში ისინი დაბრუნდნენ ენერგიით, რომელიც არ ჯდება და სწორედ ამიტომ არის 5 ასე მიბმული რევოლუციასთან. არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანიც. ეს ადამიანები მუდმივად იცვლებიან და ზოგჯერ თავადაც არ იციან რატომ. მაგრამ ცვლილების უკან დგას სული, რომელიც ცდილობს იპოვოს საკუთარი ხმა, სული, რომელიც ასუფთავებს წარსული ინკარნაციებიდან შეზღუდვის მოგონებებს. მაგრამ ამ თავისუფლებას ფასი აქვს. რიცხვი 5, როდესაც წონასწორობა დაკარგულია, შეიძლება ზედმეტ მოძრაობაში ჩავარდეს. მუდმივად ცვლის ყველაფერს. იწყებს პროექტებს და არ ამთავრებს მათ. ერთვება ადამიანებთან, მაგრამ არ ავალდებულებს, დევნას შემდეგ ახალ რამეზე. ახლა და შემდეგ თკბობის გარეშე მოდის სიცარიელე, გათიშვა, შფოთვა, ყოველთვის მიდიხარ, მაგრამ ვერასდროს მიაღწევ. ამ სულისთვის ღრმა გაკვეთილი ღრმაა. ნამდვილი თავისუფლება არ არის იმის კეთება, რაც გინდა. ეს არის სრულად ყოფნა იქ, სადაც ხარ და ეს შინაგანი სტაბილურობა არის ის, რაც ხუთეულს ყველაზე მეტად სჭირდება ამ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ურთიერთობები მათთვის ასეთი დიდი სარკეა. ამ რიცხვით ალბათ გიგრძვნიათ ხაფანგში მოხვედრის შიში, სხვა ადამიანში საკუთარი თავის დაკარგვის შიში და შესაძლოა, მცდელობამდეც კი გაიქეცით. თუმცა, ხუთიანის სულს ღრმა კავშირები სჭირდება. მაშინაც კი, თუ ის ამას ებრძვის, თქვენ არ დაიბადეთ მარტოობისთვის, არამედ თავისუფლების სწავლისთვის. სიყვარულშიც კი. როდესაც ამას გაიგებთ, წყვეთ სირბილს და იწყებთ მშენებლობას. არა რაღაც ხისტი, არამედ რაღაც, რაც პატივს სცემს თქვენს შინაგან ქარს და ამავდროულად თქვენს ფესვებს ჭეშმარიტებაში ამყარებს. ამ ენერგიის კიდევ ერთი მთავარი ასპექტია მრავალფეროვნება. ხუთიანის მქონე ადამიანებს მრავალი ნიჭი აქვთ. ისინი სწრაფად სწავლობენ, ადვილად ეგუებიან, საჭიროების შემთხვევაში ხელახლა იგონებენ საკუთარ თავს. მაგრამ ხშირად თავს დაკარგულად გრძნობენ. ზუსტად იმიტომ, რომ მათ ამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ. აქ სულიერი მისიაა ამ ნიჭის გამოყენება უფრო დიდი რამის სამსახურში. როდესაც იპოვით მკაფიო მიზანს, იმას, რისიც ნამდვილად გჯერათ, მთელი ეს ენერგია ორგანიზდება და თქვენ შეუჩერებელი ხდებით. ტრანსფორმატორი, ცნობიერების გამომღვიძებელი, სულების განმათავისუფლებელი. ძველი ბერები ამბობდნენ, რომ ხუთიანი ქარის სულია. სუბუქი, სწრაფი, არაპროგნოზირებადი, მაგრამ თავისი უხილავი ძალით მთების გადაადგილების უნარი. თუმცა, ამ ძალას მიმართულება სჭირდება. როდესაც შინაგანად ჰარმონიაში ხართ, ყველაფერი მიედინება. ქაოსი შემოქმედებითად იქცევა, აჩქარება შთაგონებად, გაქცევა არჩევანად და თქვენ ხდებით ის, ვინც ყოველთვის იყავით, მაგრამ შესაძლოა არასდროს მიგიღიათ ახალი გზების გზამკვლევი. შესაძლებლობების შემქმნელი, ის, ვინც კოლექტიური გონების უხილავი ჯაჭვების გასატეხად მოვიდა. თუ ეს თქვენი რიცხვია, მიიღეთ თქვენი თავისუფლება, მაგრამ ნუ გამოიყენებთ მას საკუთარი თავისგან გასაქცევად. სამყაროს სჭირდება თქვენი მოძრაობა, თქვენი ენერგია, თქვენი კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ხმა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება თქვენი ყოფნა. სრულად ყოფნა იქ, სადაც ხართ. ეს არის 5 რიცხვის ნამდვილი ფრენა. როდესაც ამას გააცნობიერებთ, თქვენი სული წყვეტს თავისუფლების დევნას და იწყებს მის ცხოვრებას. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 6-ია, თქვენში არის რაღაც, რისი გაყალბებაც შეუძლებელია და თითქმის წმინდაა. საჭიროა გარშემომყოფებზე ზრუნვა. პატარა ასაკიდანვე შეიძლება გრძნობდით პასუხისმგებლობას სხვების კეთილდღეობაზე. შესაძლოა ბავშვობაში ზრდასრულის როლები აიღეთ, ტკივილები ატარეთ, რომლებიც თქვენი არ იყო ან საყვარლად მხოლოდ მაშინ გრძნობდით თავს, როცა სასარგებლო იყავით და ეს შემთხვევითი არ იყო. ბუდისტი ოსტატების აზრით, 6 რიცხვი წარმოადგენს სულებს, რომლებიც ბრუნდებიან სამყაროში სიყვარულის აღდგენის მისიით, დაწყებული მათთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებით. ეს მისია ლამაზია, მაგრამ ასევე რთული, რადგან ამ ვიბრაციის მქონე ადამიანები არ მოვიდნენ მსუბუქი სულით. ისინი მოვიდნენ წარსული ცხოვრებიდან ემოციური მოგონებებით სავსე სულით. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც წინა ინკარნაციებში განიცადეს ღრმა დანაკარგები, მიტოვება, ღალატი ან სიტუაციები, როდესაც ვერ დაიცვეს საყვარელი ადამიანები. ამ ცხოვრებაში ეს სულები ბრუნდებიან ჩუმი ვალდებულებით, რომ არავინ დატოვონ უკან. და ეს ქვეცნობიერადაც კი გაყენებთ უკიდურესი გაცემის პოზიციებში.
სადაც ხშირად ზრუნავთ ყველაზე საკუთარი თავის გარდა. ამ ენერგიის მქონე ადამიანებისთვის ძალიან ხშირია არაბალანსირებული ურთიერთობების მოზიდვა. ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ითხოვენ სიტუაციებში, სადაც მუდმივად უნდა დაამტკიცოთ თქვენი სიკეთე, ერთგულება, სანდოობა. ეს ხდება იმიტომ, რომ აქვს სინათლე, რომელიც იზიდავს, მაგრამ ასევე მიდრეკილება დაივიწყოს საკუთარი საზღვრები ჰარმონიის გულისთვის. თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არ არის სიყვარული. ეს არის სიყვარულის სწავლა საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე, სხვების გამოსწორების მცდელობის გარეშე, ყველას დანაშაულის ტარების გარეშე, სიყვარულის მსხვერპლად გადაქცევის გარეშე. ჭეშმარიტი სულიერი სიყვარული იწყება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს რთავთ იმაში, რასაც სთავაზობთ. ალბათ ბევრისთვის ტირილის მხარი, მრჩეველი, მხარდაჭერა, საფუძველი იყავით. ტყივილს ჩუმად ინახავდით, რათა ვინმესთვის არ ენერვიულად. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გააკეთეთ არჩევანი, რომელიც გატყინებდათ და ეს ყველაფერი თქვენი გულის ზომაზე მეტყველებს, მაგრამ ასევე იმაზე, თუ რამდენად დაიჭრა ის იმის შეგრძნებით, რომ არ აძლევდნენ უფლებას მიეღოთ. 6 ნომრის მფლობელებმა უნდა ისწავლონ, რომ ნამდვილი სიყვარული არ მოითხოვს თქვენგან. გაანადგურეთ საკუთარი თავი არსებობისთვის. ეს იწყება თვითმიღებით. ის მხოლოდ სიმართლითა და ბალანსით ფართოვდება. 6-იანის ენერგია ღრმად არის დაკავშირებული ოჯახთან, არა მხოლოდ ბიოლოგიურთან, არამედ სულიერთან. თქვენ გაქვთ იშვიათი უნარი, შექმნათ ღრმა კავშირები, რათა სხვებმა თავი იგრძნონ მისასალმებლად, დანახულად, საყვარლად, მაგრამ ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ ყოველთვის ყველაფერში ძლიერი ხართ. 6-იანის სული ატარებს მოვალეობის გრძნობას, რომ როდესაც არაბალანსირებული ხართ, არ გჭირდებათ ყველას გადარჩენა. არ გჭირდებათ იყოთ სრულყოფილი. არ არის საჭირო ხელმისაწვდომი იყოთ 24/7. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ გულწრფელი და იგივე ზრუნვა გამოავლინოთ საკუთარ თავზე, რასაც სხვებს აძლევთ. ძველი ბუდისტი ბერები ამბობდნენ, რომ რიცხვი 6 გაცემის კარმას ატარებს. ეს ნიშნავს, რომ სული მოვიდა ემოციური სიმწიფის გასავითარებლად, რათა თავისუფლად შეიყვაროს, არა საჭიროების, დამოკიდებულების ან დანაშაულის გამო, არამედ ცნობიერების გამო. სწორედ ამიტომ შეიძლება თქვენი ურთიერთობები იყოს ინტენსიური, დამაბნეველი, გამოწვევებით სავსე. მაგრამ ყველა მათგანი გასწავლით განასხვავოთ სიყვარული, რომელიც ხაფანგს გიფხრობთ და სიყვარული, რომელიც ათავისუფლებს. თქვენი მისია არ არის იდეალური ურთიერთობების ქონა, არამედ მათი მეშვეობით განვითარება. თქვენ ასევე გაქვთ ძლიერი სამკურნალო ნიჭი. შეიძლება ვერ აცნობიერებთ ამას, მაგრამ ადამიანები თქვენს გარშემო უფრო მშვიდად გრძნობენ თავს. თქვენი ყოფნა კურნავს. თქვენი შეხება თერაპიულია. თქვენი სიტყვები ნუგეშს განიჭებთ. ეს ნიჭი უძველესია. ის წარსული ცხოვრებიდან მოდის, სადაც სწავლობთ ზრუნვას, დაცვას და მხარდაჭერას. მაგრამ ახლა დროა, ის საკუთარი თავისთვისაც გამოიყენოთ. თუ არ ზრუნავთ თქვენს ენერგიაზე, დააწესეთ საზღვრები ან პრიორიტეტი მიანიჭეთ საკუთარ თავს. ეს ნიჭი გადაიქცევა გამოფიტვად. გამოფიტული სული ვერავის განკურნავს. თქვენ იმსახურებთ იმავე სიყვარულს, რომელსაც სთავაზობთ. დაიწყეთ საკუთარი თავით. თუ ეს თქვენი ნომერია, არა, თქვენ აქ არ ხართ იმისთვის, რომ ნაკლები გიყვარდეთ, არამედ იმისთვის, რომ უკეთ გიყვარდეთ შეგნებულად, დაბალანსებულად და თანდასწრებით. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ გსურთ ზრუნავდეთ, მაგრამ ნუ მიიღებთ ნაკლებს, ვიდრე გასცემთ. სამყაროს სჭირდება თქვენი სინაზე, მაგრამ თქვენ გჭირდებათ თქვენი საკუთარი სიმართლე. და როდესაც ეს ორი ძალა თქვენში დაბალანსდება, რაღაც იშვიათი ხდება. სიყვარული წყვეტს ძალისხმევას და ხდება განკურნება. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 7-ია, ალბათ ცხოვრების გარკვეულ მომენტში გიგრძვნიათ, რომ ამ სამყაროს აღარ ეკუთვნით. შესაძლოა ირგვლივ მიმოიხედეთ და გათიშულად იგრძნოთ თავი. თითქოს ყველაფერში რაღაც რიგზე არ იყო, ან უარესი თითქოს თქვენში რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ სიმართლე საპირისპიროა. ძველ ბუდიზმში 7 ბრძენი, დაკვირვებული, უძველესი სულების რიცხვია, რომლებიც დედამიწაზე სხვა მისიით ბრუნდებიან, რათა გარეგნობის მიღმა ჭეშმარიტება ეძიონ. ამ ვიბრაციის მქონე ადამიანები ბუნებით ინტროსპექტიულები არიან. ისინი ზედაპირულობას, სიღრმეს, წარმავალ ჭეშმარიტებას, გარეგნობის ნაცვლად სიჩუმეს ამჯობინებენ. და ამის გამო პატარა ასაკიდანვე შესაძლოა ისინი განსხვავებულად აღიქმებოდნენ. შესაძლოა გიჭირდათ ინტეგრირება ან უცნაურად, თავშეკავებულად ან საკუთარ სამყაროში ითვლებოდით. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ თქვენი შინაგანი სამყარო უზარმაზარია.
თქვენ ყველაფერს აკვირდებით, ყველაფერს ამუშავებთ, ზედაპირს მიღმა გრძნობთ. ეს დამღლელია. ის მოითხოვს მარტოობის დროს და სულიერ სიმწიფეს. 7 რიცხვის სული ხშირად ატარებს მოგონებებს წმინდა ადგილებში პასუხების ძიებაში გატარებული ცხოვრების შესახებ. ტაძრებში, მთებში, უძველეს სულიერ სკოლებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბერები, მკურნალები, განდეგილები, მეცნიერები და ამ ცხოვრებაში ბრუნდებიან მნიშვნელობის წყურვილით, რომელიც ჩვეულებრივი რამით არ კმაყოფილდება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ღრმად ჩაყვინთოთ, იპოვოთ ის, რაც ყველაფერს აკავშირებს. და სანამ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება სიცარიელე იგრძნოთ. ვერცერთი სწრაფი სიამოვნება ვერ შეავსებს. მაგრამ ეს სიღრმე თავის ფასად მოდის, რადგან რაც უფრო მეტს ხედავთ, მით უფრო მეტად ამჩნევთ სამყაროს ილუზიებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მარტოობა, სკეპტიციზმი ან ჩუმისევდა. 7 არის კითხვების დასმის, ეჭვის, აშკარასთან დაკავშირებული დისკომფორტის რიცხვი. სწორედ ამიტომ ამ ვიბრაციის მქონე ბევრი სული გადის კრიზისის ხანგრძლივ პერიოდებს. ეგზისტენციალური, ემოციური, სულიერი, მაგრამ ის, რაც კოლაფს გავს, სინამდვილეში უმაღლესი ჭეშმარიტებისკენ მოწოდებაა. თქვენ არ არღვევთ თქვენს გამოღვიძებას. რიცხვი 7-ის კიდევ ერთი გასაოცარი ასპექტია სულიერება. მაშინაც კი, თუ არ მისდევთ არცერთ რელიგიას, თქვენში არის კავშირის განცდა რაღაც უფრო დიდთან. შესაძლოა ეს ბუნების, მედიტაციის შესწავლის ან ხელოვნების მეშვეობით იყოს, მაგრამ ეს კავშირი რეალურია და მისი განვითარებაა საჭირო, როდესაც თქვენი სულიერებიდან, თქვენი შინაგანი ძიებიდან გადაუხვევთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან 7-ის სული ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის არ მოსულა. ის მოვიდა, რათა შეეხოს უხილავს და სიბრძნე მოეტანა მძინარე სამყაროში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ რიცხვით თქვენ აქ არ ხართ იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღოთ. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ ნახოთ და რადგან ხედავთ, ხშირად არასწორად გაგიგებენ. თქვენი კითხვები არღვევს, თქვენი დუმილი არღვევს, თქვენი სიცხადე არღვევს, მაგრამ ეს თქვენი გზის ნაწილია. თქვენ არ ხართ პრობლემა. თქვენ ხართ სარკე და ყველა არ არის მზად საკუთარი თავის სანახავად. ისწავლეთ მტკიცედ დარჩეთ იმაში, ვინც ხართ, მაშინაც კი, როდესაც თქვენს გარშემო არსებული სამყარო ზედაპირული ჩანს. სიღრმე თქვენი სახლია. შეიძლება იგრძნოთ, რომ იცით რაღაცეები მათი შესწავლის გარეშე. ინტუიციები, რომლებიც ადასტურებენ ნამდვილ შეგრძნებებს, არავის ესმის. ეს არ არის ილუზია. ეს თქვენი სულიერი მგრძნობელობის ნაწილია. რიცხვი 7 არის ის, რაც ფარდებს არღვევს, რომელიც გრძნობს, რომელიც ხედავს მის მიღმა. და როდესაც ამ საჩუქრის ნდობას დაიწყებთ, თქვენი ცხოვრება იცვლება. პასუხები მოდის, კავშირები ყალიბდება, სიმართლე ჩნდება და თქვენ ხვდები, რომ არასდროს დაიკარგე უბრალოდ არასწორ ადგილას ძიებისას. თუ ეს თქვენი რიცხვია, მიიღეთ თქვენი ძიება. პატივი ეცით თქვენი მნიშვნელობის წყურვილს. ნუ დაკმაყოფილდებით ავთენტურობაზე ნაკლებით. და გახსოვდეთ, თქვენ არ მოხვედით იმისთვის, რომ მოერგოთ. თქვენ მოხვედით გამოღვიძებისთვის. მაშინაც კი, თუ ეს მიგიყვანთ მარტოსულ ბილიკებზე, ზოგჯერ ეს იგივე ბილიკებია, რომლებსაც დადიოდნენ სულები, რომლებიც სხვა ცხოვრებაშიც უხილავის მცველები იყვნენ. თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ. და სამყაროს თქვენი ხედვა ახლა უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 8-ა. თქვენ ატარებთ ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ ენერგიას. ეს არის სულების ნიშანი, რომლებიც დედამიწაზე ბრუნდებიან ძალით, ამბიციით და ლიდერობის ბედით. მაგრამ ბევრის აზრით, ბუდიზმში საქმე მხოლოდ მატერიალურ წარმატებას არ ეხება. რიცხვი 8 წარმოადგენს რეალიზაციის გზას შინაგან და გარე სამყაროებს შორის ბალანსის გზით. ეს არის პირდაპირი კარმის რიცხვი, რასაც დათესავთ, იმას მოიმკით და ხშირად სხვებზე ბევრად უფრო სწრაფად მოიმკით. თქვენი სული იმისთვის მოვიდა, რომ ისწავლოს ლიდერობა, მაგრამ სანამ სამყაროს წარმართავთ, საკუთარი თავის წარმართვაც უნდა ისწავლოთ. ამ ვიბრაციის მქონე სულები წარსულ ცხოვრებაში ცხოვრობდნენ. სადაც ძალაუფლებასთან ჰქონდათ საქმე, იქნება ეს მატერიალური, პოლიტიკური, სოციალური თუ სულიერი. ზოგი ამ ძალას გონივრულად იყენებს, ზოგი კი დისბალანსით. ამიტომ ამ ცხოვრებაში შეიძლება განიცადოთ უკიდურესობები, დიდი გამარჯვებები, დიდი დანაკარგები, მოულოდნელი რესტავრაციები. თქვენს მოგზაურობაში არაფერია საშუალო. და ეს იმიტომ ხდება, რომ 8 ნომრის მიზანი იყო პასუხისმგებლობის ენერგიის მართვა. როდესაც ცნობიერებით მოქმედებთ, კარები გასაოცარი სისწრაფით იღება. როდესაც დისბალანსით მოქმედებთ, ყველაფერი შეიძლება სწრაფად დაიშალოს. სამყარო გამუდმებით გცდით. ალბათ, პატარა ასაკიდანვე გრძნობთ ავტონომიის
დამოუკიდებლობისა და მიღწევების ძლიერ სურვილს. შეიძლება იყოთ ადამიანი, რომელიც არასდროს კმაყოფილდებოდა ბრძანებების შესრულებით, რომელსაც ყოველთვის სურდა საქმეების შენებურად კეთება და ეს თქვენი მოწოდების ნაწილია. თქვენ მოხვედით საკუთარი გზების შესაქმნელად, მაგრამ ამან შეიძლება გაგხადოთ პერფექციონისტი, მაკონტროლებელი ან თუნდაც მოუთმენელი, როდესაც რაღაცები თქვენს ვადებში არ ხდება. იმედგაცრუება გემართებათ და მასთან ერთად იმის განცდა, რომ არასდროს აკეთებთ საკმარის. რვიანის სულისთვის დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ძალაუფლება არ არის კონტროლირებადი. ის ბალანსშია. შესაძლოა, თქვენ განიცადეთ სიტუაციები, როდესაც დაკარგეთ ბევრი ფული, სტატუსი, სტრუქტურა, უსაფრთხოება და იმ მომენტებში, როდესაც საკუთარ თავს ეკითხებით, რატომ დამემართა ეს? სულიერი პასუხი ღრმაა. 8 ნომრის მატარებელია ადაპტაციის კარმა. სამყარო ყველაფერს აკეთებს იმის საჩვენებლად, რომ ნამდვილი ღირებულება იმაშია, თუ ვინ ხარ და არა იმაში, რაც გაქვს. რვიანის სულს დროდადრო უნდა ახსოვდეს, რომ ძალაუფლება ცნობიერების გარეშე ციხედ იქცევა, რომ წარმატება მიზნის გარეშე სიცარიელედ იქცევა და რომ არავისთვის არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ. თქვენი ძალა უკვე თქვენშია, მაშინაც კი, როდესაც თქვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა. თქვენ ასევე გაქვთ მენეჯმენტის სტრატეგიისა და პრაქტიკული ხედვის ბუნებრივი ნიჭი. რვიანის ნომრის მქონე ადამიანები არიან ისინი, ვინც იციან, როგორ აქციონ იდეები რეალობად. მათ აქვთ ფოკუსირება, გამძლეობა და გამბედაობა. მაგრამ ამავე დროს ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ გახდნენ ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ყველაფერი არ უნდა იყოს სასარგებლო. ყველაფერმა არ უნდა მოიტანოს შედეგი. როდესაც რვიანის სული ხელახლა უკავშირდება სულიერებას, იწყებს იმის გაგებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება არის ის, რაც მოაქვს მშვიდობას და არა მხოლოდ აპლოდისმენტებს. ამ ენერგიის კიდევ ერთი ძლიერი თვისებაა მაგნეტიზმი. თქვენ იზიდავთ ადამიანებს, შესაძლებლობებს, გამოწვევებს, ყველაფერი მაქსიმალური ინტენსივობით. და ზოგჯერ თქვენ ატარებთ ტვირთს, რომელიც თქვენი არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ გრძნობთ, რომ ყველაფრის მოგვარება გჭირდებათ. ეს ხშირია იმ სულებში, რომლებიც წარსულ ცხოვრებაში ლიდერები იყვნენ, მაგრამ ამ ცხოვრებაში მოწოდება განსხვავებულია. თქვენ მოხვედით გულით, თანაგრძნობით, ყოფნით ხელმძღვანელობისთვის. არ გჭირდებათ მკაცრი იყოთ, მტკიცე რომ იყოთ. არ გჭირდებათ ბრძანება, რომ პატივისცემით დაგაჯილდოვონ. თქვენი ნამდვილი ძალა იბადება მაშინ, როდესაც თქვენ ჰარმონიაში ხართ იმასთან, ვინც ხართ. ბუდისტი ბერები ამბობდნენ, რომ რიცხვი 8 ცეცხლს ჰგავს. მას შეუძლია გაათბოს და გაანათოს, ან გაანადგუროს იმის და მიხედვით, თუ როგორ იყენებთ მას და ეს ზუსტად თქვენი სულიერი მოგზაურობაა. თქვენ გაქვთ ენერგია, გაქვთ ხედვა, გაქვთ შესაძლებლობები, მაგრამ მუდმივად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს. რისთვის არის ეს ყველაფერი? რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი საბოლოოდ? როდესაც ამ პასუხს იპოვით, ყველაფერი იცვლება. რაც ოდესღაც ზეწოლა იყო, მისიად იქცევა. რაც ოდესღაც ბრძოლა იყო, დანებებად იქცევა და რაც იყო, ერთხელ კარმა განთავისუფლებად იქცევა. თუ ეს თქვენი რიცხვია, გაიგეთ, რომ თქვენ მოხვედით სამყაროში დიდი საქმეების გასაკეთებლად, დიახ, მაგრამ არა თქვენი სულის ფასად. წარმატება მიზანდასახულობით, ძალა თანაგრძნობით, ამბიციით, ცნობიერებით. ეს არის გამოღვიძებული რვიანის ნამდვილი გზა. და როდესაც ამ ბალანსს იპოვით, შეუზღუდავია ის, რისი შექმნაც შეგიძლიათ საკუთარ თავში და გარეთ. თუ თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი 9, მაშინ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ხშირად გრძნობს ემოციურ გამოფიტვას იმის ცოდნის გარეშე. თუ რატომ აქვს მგრძნობელობა, რომლის ახსნაც რთულია და თითქმის მტკივნეული თანაგრძნობა. თითქოს სამყაროს ტყივილს საკუთარ თავში ატარებთ. ბუდიზმში ასეა. 9 წარმოადგენს სულს მის ბოლო ბრუნებში ხელახლა დაბადების ბორბალზე. ადამიანი, რომელმაც მრავალი ცხოვრება იცხოვრა, ითამაშა ყველა შესაძლო როლი და რომელიც ახლა დაბრუნდა ერთი მიზნით. ემსახუროს ევოლუციას, როგორც საკუთარს, ასევე სხვებს, რომლებსაც შეიძლება ბავშვობიდან გრძნობდით, რომ სხვებზე მეც ხედავდით. რომ ძალიან ბევრს გრძნობდით, რომ ამჩნევთ ფარულ ჭეშმარიტებებს, ჟესტების მიღმა განზრახვებს და ეს თქვენი ფანტაზია არ არის. ეს თქვენი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია. რიცხვი 9 ატარებს დახვეწილ ინტუიციას, რომელსაც ხშირად არ შეუძლია ახსნას, თუ რას გრძნობს. ის უბრალოდ იცის, რომ გრძნობს. და ეს ნიჭი შეიძლება ტვირთად იქცეს, თუ არ ისწავლით საკუთარი თავის ენერგიულად დაცვას, რადგან 9 სული იზიდავს ახსარებას, ტკივილი დახმარებისთვის ითხოვს, თითქოს სხვებმა ინსტინქტურად იციან, რომ თქვენ რაღაც განსხვავებული გაქვთ და თქვენ ამით სულებს ატარებთ. ვიბრაციამ ღრმა ცოდნის ცხოვრება გაატარა.
ისინი იყვნენ მსხვერპლნი და მჩაგვრელები, ლიდერები და მიმდევრები. როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ. ამიტომ ამ ცხოვრებაში ისინი უფრო ფართო, უფრო თანამგრძნობი ხედვით ბრუნდებიან. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ხშირად გრძნობთ თავს სამყაროში უადგილოდ. წვრილმანი საუბარი გაღელვებთ, თქვენი ზედაპირულობა გაწუხებთ და უპირველეს ყოვლისა, გაქვთ უზარმაზარი სურვილი. გააკეთოთ რაიმე ნამდვილად მნიშვნელოვანი, მაშინაც კი, თუ ჯერ არ იცით, რა არის ეს. 9 რიცხვის სულისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მნიშვნელოვანი დანაკარგების, იძულებითი დასასრულებისა და მტკივნეული განშორებების გავლა. ეს არ არის სასჯელი, ეს კარმული განშორებაა. სამყარო მუდმივად გამზადებთ გაშვებისთვის, განთავისუფლებისთვის, რათა დახუროთ ციკლები, რადგან თქვენი მისიაა ევოლუცია და სხვების ხელმძღვანელობაც. თქვენ ჰგავხართ მკურნალს, რომელიც სისხლს სდის სხვებთან ერთად, რომელიც გრძნობს სხვების ტკივილს, თითქოს საკუთარი იყოს. ვისაც უჭირს უარის თქმა, რადგან იცის, რამდენად სჭირდებათ სხვებს, მაგრამ აი, თქვენი გამოწვევა. ნუ აურევთ თანაგრძნობას თვითმიტოვებასთან. თქვენ აქ არ ხართ იმისთვის, რომ სამყარო თქვენს მხრებზე ატაროთ. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ შთააგონოთ სამყარო თქვენი თანდასწრებით, თქვენი მოსმენით, თქვენი სიმშვიდითა და სიბრძნით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც რამდენიმე სიტყვით ცვლის ოთახის ატმოსფეროს, რომელიც ატარებს მშვიდ სიმწიფეს, რომელიც ხშირად სიცივეში ერევათ, მაგრამ რაც სინამდვილეში სიღრმეა. და ვისაც ეს სიღრმე არ აქვს, ვერ გაიგებს. ეს ნორმალურია. 9 რიცხვს არ სჭირდება ყველას გაგება. მას უბრალოდ უნდა ახსოვდეს, რომ მისი სული იშვიათია და აქვს უნიკალური როლი. 9 რიცხვის კიდევ ერთი ძლიერი თვისება სხვების პირველ ადგილზე დაყენების ტენდენციაა. თქვენ ეხმარებით მხარდაჭერას, გესმით სულს და ხშირად იგივეს ვერ იღებთ სანაცვლოდ. შესაძლოა, სამყაროს მიმართ გარკვეული უნდობლობაც კი გაგიჩნდეთ. 7 ისევდა, მაგრამ ეს არის ცვლილების მომენტი, რადგან თქვენი განკურნება იწყება მაშინ, როდესაც სწავლობთ საკუთარი თავის მიღებას იმავე სიყვარულით, რასაც სხვებს სთავაზობთ. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის სულიერი სამართლიანობა. თქვენისავით ძველ სულს სჭირდება სიჩუმე, დასვენების სივრცე. მას სჭირდება ისწავლოს საკუთარი თავის არჩევა დანაშაულის გრძნობის გარეშე. ბუდისტი ოსტატები ამბობენ, რომ 9 არის ტრანსცენდენტულობის რიცხვი. ეს არის სული, რომელიც აღარ არის აქ კონკურენციისთვის, დასამტკიცებლად ან დასამარცხებლად, არამედ ყველაფრის გასათავისუფლებლად, რაც მას ტანჯვასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ მედიტაცია, სულიერება, ხელოვნება და მსახურება აუცილებელი გზებია ამ ენერგიის მქონე ადამიანებისთვის. თქვენ შვებას პოულობთ, როდესაც ეხმარებით შექმნას ან წმინდასთან ახლოს და სწორედ ამ მომენტებში უკავშირდებით იმას, ვინც ყოველთვის იყავით ამ ცხოვრებამდე დიდი ხნით ადრე. თუ ეს თქვენი რიცხვია, გაიგეთ, რომ თქვენ ხართ დასასრული, გადასასვლელი წერტილი, ძველი სული, რომელიც დაბრუნდა განკურნებისთვის, შთაგონებისთვის, უძველესი ისტორიების დასასრულებლად. არ გჭირდებათ აჩქარება. არ გჭირდებათ ბრწყინვალება. თქვენ უბრალოდ უნდა იცხოვროთ სიმართლით, სიმსუბუქით, სიყვარულით და როდესაც ამას აკეთებთ, თქვენს გარშემო ყველაფერი გარდაიქმნება, რადგან თქვენი ენერგია არ არის ხმამაღალი, მაგრამ ის ღრმად გარდამქმნელია. ახლა, როდესაც აღმოაჩინეთ, თუ რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ, შეიძლება გრძნობდეთ რაღაც ძნელად ასახსნელს. შესაძლოა ეს იყოს ამოცნობის მშვიდი გრძნობა. თითქოს თქვენი უძველესი ნაწილი გაიღვიძა. შესაძლოა გსმენიათ ნაწილი და გიფიქრიათ. ეს ზუსტად მე ვარ და ეს შემთხვევითი არ არის. სულის ღრმა ჭეშმარიტებები ხმაურით არ მოდის. ისინი ვლინდება ბატის კანკალში, სიჩუმეში, უძრავ მზერაში. ეს გრძნობა გაგების გარეშეა. თქვენ უბრალოდ შეეხეთ რაღაცას, რაც შენახული იყო. ელოდით შესაფერის მომენტს, რომ გაიხსენოთ. ეს რიცხვები არ არის ჯადოსნური სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. ისინი არ წინასწარმეტყველებენ მომავალს და არც იარლიხს აკრავენ თქვენს იდენტობას. ისინი სულიერი სარკეებია, რომლებიც ასახავს თქვენს მიერ დიდი ხნის განმავლობაში გადატანილ თვისებებს, ნიმუშებსა და მოგონებებს. ახლა კი, როდესაც ეს ინფორმაცია გაქვთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის ის, გჯერათ თუ არა, არამედ ის თუ რას იზამთ იმით, რასაც გრძნობდით. რადგან ეს მოგზაურობა აქ არ მთავრდება. ის ახლა იწყება. ცნობიერებით, ცნობისმოყვარეობითა და თქვენი სიმართლით ცხოვრების გამბედაობით. და შესაძლოა პირველად გესმით, რატომ გრძნობთ იმას, რასაც გრძნობთ, რატომ იქცევით გარკვეული გზით, რატომ ემოციონირებთ ისეთ რაღაცეებზე, რაც არავის ესმის. ეს ახსნა განმარტებები არ მოდის გონიერებიდან. ისინი მოდის სულიდან.
სული კი სიმბოლოებით, ინტუიციებით, პატარა ნიშნებით საუბრობს, როგორიცაა თქვენი დაბადების წლის რიცხვი. ეს ვიდეო არ არის საბოლოო პასუხი. ეს არის მოწვევა, მოწოდება, რომ ხელახლა დაიწყოთ მოსმენა იმის შესახებ, თუ ვინ იყავით ყოველთვის, სანამ სამყარო გასწავლიდა დავიწყებას. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არცერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.